მედიტაციებს რო აკეთებთ, თქვენ პირად ძალას ამუშავებთ. თქვენს პირად ძალას ამუშავებთ. გაიგეთ, თქვენ ახლა მეც არ ვიყავი ასეთი, ახლა ეს სულ ყველაფერი, აი ეს მედიტაციები და ეს ყველანაირად, აი უკვე, ანუ ეს რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ხო გეუბნეთ, ეს არის თქვენი პირადი ძალის ენერგიების მომატება, თუ როგორ თქვა, გაძლიერება. და უკვე მე უკვე შენ როცა თვითონ გაძლიერებული ხარ, მე უკვე ნებისმიერ იმას თან თქვენ ახლა რა არის? მე-15 ენერგიები ყოველას გაქვთ. თქვენ დაცულები ხართ შავებიდან და თეთრებიდან. ვიტომედ შავი მაგი გაქვთ შენ პროგრამა. შავი მაგი პროგრამა როცა გაქვთ, შეიძლება სხვათა შორის ამ პროგრამით კონდეს აი ესეთი სულისნესები, რაც მე თქვი ეს ხეული როგორა ქართულად სწორად. ანუ რო გიჩვენება რაღაცები, მეც ხო გითხარი, მეც ეს პროგრამა მაქვს და მე მქონდა, მაგრამ ამავე დროს შენ გეძლება ის საშუალება, რომ შენ თვითონ თუ არ მიიღე, რატო უფრო აი მე რო ვიძახე ხოლმე რომ გინდათ სწავლა ანუ ჩვენი მეთოდით ხო ან მედიტაციების სუფთა სივრცეში ხო ანუ სადაც არ ურევ ეკოლოგიურად სუფთა ეს იმიტომ არის კარგი რომ ამას შენ უკვე ეს შავებიც გადმოდიან და გიცავენ მივხვდი ანუ ვერ გერევიან ვერაფრით ვერ გერევიან იმიტომ რომ მე-15 ენერგია გიცავს ამ შემთხვევაში თუ პლუსში გაქვს, რა თქმა უნდა, თუ არ ახარ შავი მაგი დაკავებული, მე ჩაგითრევს და მე ვიცი ერთი ჩემი ახლობელი გოგო, ნუ და სხვათა შორის ჯვარი წერია ჩვენ სულ ყველას, აი ასეთი აკეთებდა რაღაცებს შედიოდა იმაში, რა ქვია მაგას აი სულებს რო იძახიან და იმ რაღაცებს, კარჩე კიბოდა იმართა მაგ გოგოს და მოგდა, იმიტომ რომ მე-15 ეტყობა მაგარი მინუსში ქონდა. იმიტომ რომ სულ რაღაცებით იყო ეს დაკავებული ეს გოგო და არა მე ზამიშინია ხო და მაგას კი მე კიდე უფრო მეტად გაშინებთ არ შეიძლება არ არის ოკეი ვიცი მაგრამ ანუ გაშიფრების და ძალიან მეშინი არ ვიცი რატო ბებია მყავდა აი ეგეთი ალქაჯი იყო და იქიდან შიშებდა და მეზის აი იმიტომ ეს იგი შენ მოგამოდის იქიდან და შენ ნახე იმიტომ მაგრამ ანუ ცხებს უკეთებდა ვიღაცასთან წავიდოდა და უკეთებდა ოჯახის წევრებს და ბატონო ვალენტინა უკაცრავად სპირიტიზმს იძახით? კი, აი ეს ვერ თქვი ექსი. სპირიტიზმით დაკავება? კი, მაგაზე. უბრალოდ რა არის, იცით? აი მე როგორ აგიხსნათ, იცით რომ აი ჩათვალეთ რომ ეს არის აი ჩვენი არის მიდგომა, აი იმენა უსუფთავესი. ჩვენ არ ვერევეთ არანაირი იმ პატუსტარონია ის იქითამ იმიდან რა ქვია იმ რაღაცებში რა. სუფთად ვიყენებთ ტაროს. რა და სულების დონეზე ეგაც პოზიტიურად რა ანუ ვეხებთ კი როგორ არ ვეხებთ მაგრამ არ ვაკეთებთ რამეს რომ მოვიზიდოთ არ ვაკეთებთ იმის რომ წავიდეს ანუ რიტუალებს არ ვაკეთებთ ჩვენ ვხსნით სხვანაირად აი ეს მინდა რამენაირად რომ ყველამ გაიგოთ მამაკაცებს გამოძახებას არ ვაკეთებთ ხო აი გამოძახება ეს რაღაც ეს რიტუალი იმიტომ რომ რა არის ეს იზიდავს ზოგს, გაიგე, კი იზიდავს, მაგრამ უბრალოდ ამას არ მოაქვს კარგი არაფერი, აი რისთვის მითხარი. არ მოაქვს კარგი არაფერი, არც ურთიერთობისთვის მოაქვს კარგი, არც იმ ადამიანებისთვის, ვინც აკეთებს, არ მოაქვს კარგი არაფერი რა. რომ მოქონდეს კიდე ხო, შეიძლება ნახე ეს ფული მოდის, მაგრამ რამდენი შეიძლება ბევრი ფული, იმიტომ რომ ის ძვირი ღირს ძალიან, ხო? მაგრამ ამ ადამიანებს ან შვილები უკვდებიან, ან თვითონ კიბო ემართებათ, ან რაღაცები და ის ფულიც აღარ უხარიათ. არაფერს არ ვაკეთებ მე ცუდს და მანძილ სამყაროს საკმაოდ კაი ტანხებს რომ ვიცხოვრო ნორმალურად ადამიანურად და ჩემი თავი გავახარო. რაზე რა იმისთვის რომ უფრო მეტი და აი ეს არის შიში რომ ჩემ შვილებს არაფერი დაემართოს ანუ ჩემ ჯანმრთელობას არ დაემართოს ურთიერთობა იმიტომ არის ეს შიში სულ ყველაში ვისაც უნდა დაუშვათ ტაროს შესწავლა და არ მოდიან იმიტომ რომ აი ეს გუშინ გოგომ დაწერა რაღაცა პოსტი რომ აი ასე წავიკითხე პოსტიო რომ ეს ტარო მოქმედებს იმას ტარო არ მოქმედებს შენი ქმედებები მოქმედებს და ვისაც შენ სწავლობ და იმისი ქმედებები მოქმედ ტარო რა შუაში ეს რანაირად უნდა იმოქმედოს ტარო მამიხსენეთ პროტა ეს არის ნახატი შენ რა ენერგიას ჩადებ ამაში ისე იმუშაობს ეს ნახატი всё ასე რომ აი უხეშად რო ვთქვათ რას აკეთებს ტარო ამიხსენია რას აკეთებს ტარო
შენ თუ შეხვალ სუფთა ენერგიებში, ის შენ რო გიპასუხებს სუფთა. შენ თუ და რაღაცა რიტუალებს და რაღაცებს იმაშვები და ურევ რაღაცას შავ რამეს, ხა რა თქმა უნდა ისიც გიპასუხებს ეგრე. მაგრამ თვითონ ტარო რას გიზავს? ეს შენი აი აქ, შენი მიდგომა. ეგ არის. რასაჭიროა ვერ გავიგე, რისთვის თუ კი? რისთვის? რომ მოქონდეს ბედნიერება, რომ მოქონდეს რაღაცა, აი გახარება, რომ აი რა, ამას აკეთებენ როგორ? წავართვა ვიღაცა კაცი, ძალით შევაყვარო იმას, ვისაც მე არ ვუყვარვა, კარგით რა, თავმოყვარეობა საწავიდა. საწავიდა ვინახარ შენ, აი რად გინდა ის კაცი, რომელსაც შენ არ უყვარხარ, არა უნდა იყოს ჩემი მე არ შემიძლია მის გარეშე, რატომ არ შეგიძლია მის გარეშე? მოდი აბა ეს გავიგო ჯობია. რაზე უნდა იმუშაო შენ, რომ შეგეძლოს მის გარეშე ყოფნა. რაღაცას ხო გასწავლეს შენ ეს კაცი რო შემოვიდა. მაგრამ ეგეთი მიდგომა უნდა, აი, რა ვიცი მე, ზღვაში წვეთებს რა. ჯობია რომ არა, მოიცა მუშაობა ჩემთან, მედიტაცია კი არა, პრაქტიკა კი არა, ის კი არა. აგერ მირჩევნია 500 ევრო გადაუხდი და გამიკეთებს ეს ქალი ყველაფერს და ის კაცი სულ ჩემი იქნება, სულ ჩემი იქნება. კი, გაგიკეთებს, იქნება სულ ჩემი. ცოტა ხანი, მაგრამ მე დაწובה დივანზე, არც ფული ექნება, არც ერთი ადგილი არ უმუშავებს, არაფერი და ინადრებ იმას, რომ ნედა წავიდეს ეს კაცი ჩემი ცხოვრებიდან და ვერ გამოადევნებ უკვე და იქნები აი ესე ის რო არის რა ქვია, ბოსტნეული იქნება შენ სახში, ივლის და შენი იქნება კი ბატონო. მე ჯერ არ მინახია რომ ვინმე ესე თქვას რომ აი არიქა და ავშენდე. ჯადო გაკეთებული მაგ მაგაზე და ავშენდე. აი მე ეგ ესეც სასწაული საზიზღარის მე ან ვინს აკეთებს, მე შეიძლება თქვა დაუშვით იმ ხო შეამჩნევ სიტყვაზე და დედა ვიღაცა რომ კაც რაღაცა შეცვლილია. ისწავა შეიძლება და იტყოს მოხსენი. თქვა იტყვიან რომ აი ჯადო გაკეთე მოხსენი. ის რომ მოხსენეს ვიღაცა უფრო იმაზე ძლიერი ვიდრე თქვა ვინს გაგიკეთა, შენ რა დაგემართება? რა დაგემართება შენ ან შენ შვილებს? სად მიდიხარ? კაცის გულისთვის გეხოცებით რა. თუ უყვარხარ ადამიანს, ხო, უყვარხარ და არ არის საჭირო რომ შენ ახლა ის რა ქვია, აი ესეთი манипуляციები გააკეთო.